სადგური წინა საუკუნის 20-იან წლებში ააშენეს გერმანელებმა, რომლებიც ასურეთში ცხოვრობდნენ. სადგურამდე იყო სოფელი და სადგურის შემდეგ, ამ ადგილის შემდეგ იწყებოდა სამეურნეო ტერიტორია. და ამ ადგილას გერმანელებს ყავდათ ტრანსპორტი, ოღონდ ეს იყო სასოფლო სამეურნეო ტრანსპორტი. იყო ბოქსები, ყავდათ აქ ტრაქტორები და ასე შემდეგ. როგორ დაგვებოდა ახლა ეს იდეა? მე და ჩემ ქმარს ყავს 3 შვილი. და სულ ვფიქრობთ ხოლმე, რომ სადაც შეიძლება რომ გავიდეთ ქალაქიდან, არა დავუშვათ დიდი ხნით, არამედ ცოტა ხნით, სადაც ბავშვები ირბენენ მინდორში, მოусმენ მუსიკას, ბავშვები ნაყინს შეჭამენ და ეგეთი ადგილები თითქმის არ არის თბილისის ირგვლივ. და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ეგეთი ადგილი ვინმე სადმე გაეკეთებინა. დავყავით 9 წლის წინ ასურეთში ვიყავით ექსკურსიაზე. მარტო ასურეთი არ გვინახავს, მაშინ ნახეთ გერმანელების ნაკვალევს მივყვებოდით, ბოლნისშიც ვიყავით და ვიფიქრეთ, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ ამ სოფელში იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ჩამოვლენ და ნახავენ და იცხოვრებენ ისე, როგორც იცხოვრებდნენ მაშინ გერმანელები რო არ გადაესახლებინა სტალინს 1941 წელს. და ეს იდეა რო გქონდა, ვიპოვეთ ეს ადგილი, ვიყიდეთ ეს ადგილი და შემდეგ UNDP-ის დახმარებით შევძელით, რომ აღვედგინა, გაგვემაგრებინა და პატარა ლუდის ბაღი გაგვეხსნა. მე და ჩემი ქმარი თავიდან ბოლომდე ვართ ჩართულები ამ საქმეში, თუმცა სადგურს ვინც აკეთებენ არიან ადგილობრივი ადამიანები. და აქ მომსახურე პერსონალი თუ სადგურის სამზარეულოში, საცხობში მუშაობენ ქალები ასურეთიდან. რასაც ვცდილობთ არის ის, რომ აღვადგილოთ ის ტრადიციები, რომელიც ჰქონდათ გერმანელებს ამ სოფელში და ეს ტრადიციები არის როგორც საკვების ტრადიციები, აი მაგალითად ჩვენთან შეგიძლიათ რომ დააგემოვნოთ ის კერძები, რომლებიც ჰქონდათ გერმანელებს, მაგალითად გვაქვს ნემენცური, აქაურები ეძახიან ეგრე კერძს, რომელიც დახვდათ, როცა აქ ჩამოვიდნენ გერმანელების გადასახლების შემდეგ. ასევე სასმელი, ჩვენთან არის ლუდის არჩევანი, ასევე არის შალა ღვინო, რომელიც გერმანელმა მეღვინემ ოტო შალმა დაამზადა და მას შემდეგ ადგილწარმოშობის ღვინო არის წითელი მშრალი ღვინო. ვეძებთ ესეთ მარგალიტებს, რომელიც არის ამ სოფელშიც და შვაბები იყვნენ ის გერმანელები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და შვაბების ტრადიციებს და ვცდილობთ, რომ გავაცოცხლოთ ამ გარემოში. რომ არ ყოფილიყო ევროკავშირის დაფინანსება, არ იქნებოდა სადგური. იმიტომ რომ მქონდა იდეა და რაც მოგცა ამ დაფინანსებამ იყო ფული დასაწყებად პატარა ლუდის ბაღის გასახსნელად და ასევე ჩარჩოები. იმიტომ რომ ამ ჩარჩოებში იყო მაგალითად რაღაცა წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვეცვა იმისთვის, რომ ჩათვლილიყო, რომ ეს შესრულდა, რაც ჩვენ დავიწყეთ. და ორივე ეს დაფინანსებას, ეს წესებიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი ჩვენთვის. ჩვენ მომეცხოვნა, რომ ესე ხელი გვკრა ამ დაფინანსებამ, რომ დაგვეწყო ჩვენი საქმის კეთება და ესეთი საქმიანობები და ესეთი დახმარება სოფლისთვის მგონია, რომ არის ძალიან ძვირფას. ამ ერთმა დაფინანსებამ, რომელიც მოვიდა სადგურში, ფაქტიურად დიდი ეკონომიკური წალღა გამოიწვია თვითონ სოფელში. ეს ჩემი ქმრისთვის და ჩემთვის არის ადგილი, სადაც ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ვისურვებდით, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები მოსულიყვნენ.
ყველაფერი ეგრე არის გაკეთებული. აი ეს მინდორი მაგალითად რომელსაც აქ ხედავთ, ჩემი ბავშვობიდან არის, ანუ მე რო პატარა ვიყავი, ესეთ მინდორში დავბრუნდი ხოლმე და ეს მინდორი რო გავაკეთეთ, უბრალოდ იყო რა ეს არის მინდორი ბავშვებისთვის, რომ ჩამოვლენ აქ, ირბინონ თავისუფლად ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და ითამაშონ თავისი თამაშები და არა ისეთი ხელოვნური თამაშები, რასაც დღეს გარემო თავაზობს ხოლმე ბავშვებს. და ეს პროცესი მართლაც დაჭვირთული არის შემოქმედებითობით, დიდი ენთუზიაზმით ჩვენი მხრიდან და რასაც ვაკეთებთ ძალიან გვიყვარს. ჩემი მეოთხე შვილია სადგური.